მოგესალმებით მშვიდობისა დღეს 16 ივნისია სამშაბათი თქვენ ერთსულონების დილას უყურებთ კახა მიქიაშვილთან და ელისაბედ აბულაძესთან ერთად ყველას მშვიდობიან ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ ყველას მოგესალმებით პირველ რიგში მადლობა რომ ვიყურებთ იწყებთ დილას ჩვენთან ერთად და სასიამოვნო დილას გისურვებთ სასიამოვნო დღეს გისურვებთ ვიდრე გადაცემის ანონსს წარმოგიდგენდეთ საეკლესიო კალენდარი მოვისმენთ ჩვენს ეთერში ივნისს წმინდა მართლმადიდებელის სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მოწამეებს ლუკილიანეს, პავლას, კლავდის, იპატის, პავლეს და დიონისეს. წმინდა მღვდელმოწამეებს ლუკიანე ეპისკოპოსს, მაქსიანე ხუთს, ივლიანე დიაკონს, მარკელინეს და სატურნინეს ბელგიაში ვნებულებს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. გილოცავთ ყველას დღევანდელი წმინდანების სცენებას და წარმოგიდგენთ გადაცემის ანონსს. ჩვენი პირველი სასაუბრო თემა იქნება ოჯახი როგორც მცირე ეკლესია და თაობათა შორის გაუცხოება და სასაუბროდ შემოგვიერთება ვაკაში მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი საბა ჭიკაიძე. გადაცემის მეორე ნაწილში შემოგვიერთდებიან თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური თეოლოგიის დოქტორი მღვდელი გიორგი ვაშალომიძე და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი ამავე უმაღლესი სასწავლებლის გამომცემლობის რედაქტორი რევაზ მუჯირიშვილი. სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ თბილისის სასულიერო სემინარიის ანუ თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის შესახებ. მოგეხსენებათ რომ ახლოვდება მისაღები გამოცდები და ჩვენ საქართველოს უპირველესი უმაღლესი საღვთისმეტყველო სასწავლებლის ფაკულტეტების შესახებ მოგაწვდით ინფორმაციას ამ დღეების განმავლობაში. წერალთა სახლში პოეტ მარიამ ხუცურაულის სიკრებულის წარდგინება გაიმართა. წიგნი რომელიც გამოცემულმა საარის ეგიდით გამოვიდა. ფშავალ პოეტ ქალს ხვარამზეს ეცუნება გადაცემის მსვლელობისას ვნახავთ სიუჟეტს ამ თემაზე. და კიდევ ერთი თემა გვექნება, რაც თეატრს უკავშირდება. დმანისი ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის თეატრი პრემიერისთვის ემზადება და ის სპექტაკლს დარისპანის გასაჭირი მარჯანიშვილის თეატრში 18 ივნისს წარადგენს. თემაზე სასაუბროდ გადაცემის დასკვნით ნაწილში შემოგვიერთდება თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რეჟისორი გიორგი სიხარულიძე. ახლა კი ამის პროგნოზი მოვისმინოთ, რის შემდგომაც დაგიბრუნდებით მოძღვართან ერთად დაგვიდეთ.
ფილმშვიდობისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით. პირველ სტუმარს წარმოგიდგენთ ვაკეში მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი საბაჭიკაიძე შემოგვიერთდა და ვისაუბრებთ თემაზე ოჯახი როგორც მცირე ეკლესია და თაობათა შორის გაუცხოება. მამასაბა ფილმშვიდობისა მადლობა სტუმრობისთვის დაგმოვიდეთ. ეს თემა თაობათა შორის გაუცხოება, თაობათა შორის დაპირისპირება მარტივი თემა ალბათ რაც კაცებრივ არსებობს და ალბათ იარსებებს და ოჯახი როგორც მცირე ეკლესია, ჩვენ ესე უწოდებთ ეკლესიაში ესე მოიაზრება და ეს ცხადია ნათლად ხას უსვამს თუ რა ფუნქცია, რა მისია უნდა კონდეს ოჯახს. აი რას გულისხმობს ეს მოწოდება როგორც მცირე ეკლესია და რა კავშირშია თაობათა შორის აი დაპირისპირებასთან თუ გაუცხოებასთან თუ სხვაობასთან. საინტერესო თემა შეგირჩევიათ ძალიან. მოდი ჯერ უცებ ორი სიტყვით ვთქვათ რა არის ეკლესია. ეკლესია არის ადამიანისა და ღმერთის ერთობა. ადგილი, სადაც ეს ხდება, ხო? უფალემო, სადაც 2 და 3 ადამიანი შეიკრიბებოდა, ჩემს სახელით იქ ვარ მე, ეს არის ეკლესია. ესე სულიერი ყველაზე განზოგადებული გაგებით რო გავიგოთ, რა თქმა უნდა, ხო, ეხლა ჩვენ არ ვავიწროებთ ხა ამ შემთხვევაში ინსტიტუციამდე, ხო? და ვინ იყო პირველი ეკლესია, მოდი გავიხსენოთ, ხო? ადამი და ევა, ანუ ესენი იყვნენ ის პირველი ადამიანები, რომელთაც დავალება ჰქონდათ, ანუ ისთვის შექმნა ისინი უფალთან ერთობისთვის შექმნა, ხო, აი მეგონი ადრეს თქვი თქვენთან ეთერში, რომ ძალიან მიყვარს 3-4-ის ეს განმარტება რა, რომ 3-თან მე-4. 3-თან მე-4 უნდა ყოფილიყო ადამიანი. ამისთვის შეიქმნა, ну 3-4-ის არსი ეს არის, ხო? მათი მიზანი უნდა ყოფილიყო, რომ სულიერად სრულყოფილიყვნენ დროთა განმავლობაში, ეს აღორძინდით და გამრავლდით. ეს აღორძინება, ხო? გულისხმობს ამას, რომ ისინი სულიერად უნდა აღორძინებულიყვნენ, სულიერად უნდა გაზრდილიყვნენ, მათი გონება უნდა ასულიყო ღმერთამდე. ნელ-ნელა და ეს ვიცით ჩვენ რომ დაუსრულებელი პროცესია, ხო? იმიტომ ამაში დევს სწორედ მარტივი ნეტარების საიდუმლო, რომ ადამიანი ღმერთამდე ვერასოდეს ვერ ამაღლდება ბოლომდე, იმიტომ რომ ღმერთი თავისი არსით მიუწვდომელი, მაგრამ ეს პროცესი არის დაუსრულებელი და ეს არის საოცარი ნეტარება, ენით გამოუთქმელი ჩვენი გონებისთვის ცოტა წარმოუდგენელი. აი ამისთვის არიან შექმნილი პირველი ადამიანები, ადამი და ევა იყვნენ პირველი ეკლესია. შესაბამისად მე რა შვილებს რომლებიც მათ შეეძინათ, ესეც იყო პირველი ეკლესია, ხო? ოჯახი ეს არის აი როგორ ვთქვათ, საზოგადოების ფუნდამენტი. როგორიც არის ოჯახი, ისეთია საზოგადოება. როგორიც არის აგური, ისეთი შენობა გამოდის, ხოსია. თუ უხარისხო აგურით ააშენე, ის შენობა შეიძლება ძალიან მალე დაინგრეს და ელემენტარულ ყევას ვერ გაუძლოს, ხო? შესაბამისად, როგორი ოჯახებისგანაც არის შექმნილი, ვთქვათ, საზოგადოება, ის საზოგადოება ისეთია. ოჯახიდან იწყება ადამიანის ჩამოყალიბება, პიროვნული განვითარება, ადამიანის აღზრდა. ოჯახში სწავლობს ადამიანი ფუნდამენტურ ღირებულებებს. როგორი უნდა იყოს თვითონ, როგორ უნდა ურთიერთობდეს სხვა ადამიანებთან, რა უნდა უნდოდეს, ვინ უნდა უყვარდეს, რა არ უნდა უნდოდეს, რისგან უნდა იკავებდეს თავს, აი ჩვენ ვიცით ხო, ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია, რა არის თავის უფლება, როდესაც შენ შეგიძლია შენ თავს რაღაცაზე უარი უთხრა, ხო? რომ ყველაფერი არ მიიღო, არამედ როგორც პავლე მოციქული ამბობს, რომ ყოველივე ჯერ არ ჩემდა, მაგრამ არა ყოველი უმჯობეს არს, ყველაფერი ნებადართულია, მაგრამ ყველაფერი არ არის ჩემს სასარგებლო, ანუ აი ამ ყველაფერს კეთილისა და ბოროტის გარჩევას, მოდი ესე ვთქვათ, ხო? ეს დაუსრულებელი პროცესი ადამიანი მე მთელი ცხოვრება შეემეცნებს, მაგრამ საფუძვლებს ამისას ადამიანი სწავლობს ოჯახში. ოჯახში ასწავლიან მას რა არის კარგი, რა არის ცუდი, რა შეიძლება, რა არ შეიძლება. სხვა შორის აქვე მინდა უცებ თქვა, რომ აი ძალიან მაწუხებს პირადად მე ის ამბავი, რომ დღეს განსაკუთრებით ახალ თაობას და არა მხოლოდ ახალ თაობას, უმახვილებმა ყურადღებას უფლებებს. რა შეუძლიათ, რისი უფლება აქვთ. რა შეუძლიათ რომ მოითხოვონ, რა შეიძლება რომ გქონდეთ და ჩვენ მაგალითად ჩვენი თაობა სხვანაირად ვიზრდებოდით. მე ძალიან კარგად მახსოვს, ჩვენ გვასწავლიდან ოჯახშიც და სკოლაშიც და ყველგან რა არ შეიძლება და გავიკეთებინა. და ეს არ არის ცუდი, ეს პირიქით ძალიან კარგია. ეს არ არის ბავშვის დისკრიმინაცია, ეს არის სწორი აღზრდა.
რომ აი ზუსტად ეს გასწავლი შენი თავის უფლებას. შენ თუ შენ თავს ყველაფრის უფლება მიეცი და მხოლოდ უფლებებზე გააკეთე აქცენტი შენ რა შეგიძლია. ძალიან ადვილად შეიძლება მიხვიდე აღვირახსნელობამდე. ანუ იმამდე, როგორც ჩვენ დღეს თავისუფლებას გვითარგმნია, ხო და როდესაც შენ შეგიძლია და თავიდანვე ოჯახიდანვე გასწავლიან, რომ ყველაფერი არ შეიძლება. არის რაღაცები, რაც აკრძალულია. არის რაღაცა ზღვარი. შენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც ხვისი იწყება. შენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შელახოს ხვისი უფლებები. არ უნდა გადახვიდე იმ ზღვარს, რომელსაც არ უნდა გადახვიდე. აი მაშინ ხარ შენ თავის უფალი, მაშინ შეგიძლია შენი თავის კონტროლი. მაშინ შეგიძლია, როდესაც შენ შეგიძლია რაღაცა აუკრძალო საკუთარ თავს, რაღაცა ზნეობრივი ღირებულების გამო. მაშინ ხარ შენ ადამიანი. მაშინ ხარ შენ ნამდვილად თავისუფალი და მაშინ გახარ შენ სწორ გზაზე, რომელიც უფლისაკენ მიდის. აი ამას ყველაფერს ჩვენ ვსწავლობთ ოჯახში. დიახ. აი ეს თავისუფლების არასწორი გაგება თქვა და გარკვეული ცნებების აღრევა და არასწორი გაგება წარმოშობს ხოლმე იმ გაუცხოებასა და დაპირისპირებას, აი რაც ჩვენ სათაურის თემის სათაურად გამოვიტანეთ თაობებს შორის, იმიტომ რომ აი თქვა მშობელი ასწავლის, რომ რა არის სწორი, პასუხისმგებლობა რომ მნიშვნელოვანია და მხოლოდ უფლებაზე არ უნდა გაკეთდეს აქცენტი, მაგრამ გარემო ზემოქმედებს, ხო, რა გარემოშიც იზრდებიან ახალი თაობის წარმომადგენლები და შესაბამისად მათ სხვა შეხედულება აქვთ. აი ეს წარმოშობს გარკვეულ გაუცხოებას, დაპირისპირებას თაობათა შორის და აი თქვენ შემთხვევაში თქვენ თუ გქონია თქვენ მრავალშვილიანი მამა ბრძანდებით, აი თქვენი მაგალითით რომ აგვიხსნათ, ვთქვათ, აი როგორ გვარდება ეს პრობლემა ოჯახში. ეს არის ძალიან დელიკატური საკითხი და ძალიან ისეთი ფაქიზად მისადგომი და რატო? იმიტომ რომ ყოველთვის ყველა თაობაში მე ჩემი ბავშვობაც კარგად მახსოვს, ხო, ხა მე არაჩვეულებრივი მშობლები მყავდნენ, რომლებიც ძალიან ისეთი დიდი სიფრთხილით ეკიდებოდნენ ჩვენს აღზრდას. და ყოველთვის ითვალისწინებდნენ და სხვა შორის ხა მეც ავიცი ვცდილობ ჩემ შვილებთან და იგივე ვასწავლის ხვებსაც რა რომ იცოდე რომ შვილი შენი გამეორება არ არის. არ არის აუცილებელი რომ შვილი შენ გგავდეს აუცილებლად მაინც და მაინც შენ კი შენ ხარ მისთვის უპირველესი მისაბაძი მაგალითი, იმიტომ რომ ხა მშობელი ხარ და მშობელი უპირველესი ავტორიტეტია ბავშვთვის, იმიტომ რომ ის არის პირველი, ვისაც ხედავს მისაბაძ მაგალითად ოჯახში, ხო? მაგრამ შენი შვილი, შენ გინდა თუ არ გინდა, აუცილებლად აგემსგავსება რაღაცებში, მაგრამ ნუ მოითხო რომ ის შენი ასლი იყოს. ჯერ ერთი იმიტომ რომ შენ არ ხარ სრულყოფილი. და მეორეც ის სულ სხვა ადამიანია, მიუხედავად იმისა, რომ შენი და შენი მეუღლის სიყვარულის ნაყოფია და გგავთ ძალიან ორივეს, ის კიდე ცალკე პიროვნება, უნიკალური, რომელიც არავის არ გავს და არავის არ დაემსგავსება, არავინ არ დაემსგავსება მას სიზუსტით ვლაპარაკობ, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანი უნიკალურია, აი ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი სხვა შორის, რომ აი რას დრო გადის მე ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ, რომ აი ძალიან უნდა დავაფასოთ ჩვენ თითოეული ადამიანი. ყოველი ადამიანი, ვინც კი შეხვდება ცხოვრებაში, იმიტომ რომ აი არასოდეს კახა შენაირი ადამიანი არ ყოფილა, არც არასოდეს დაიბადება. არ შენაირი არ გეცხოვს. გული რომ არ დამთხოვეს, ხო, მაინც აღნიშნე. გამასტროთური მინდოდა გადმოსვლაში ხო. ჩქარია კახა ხო იცი. ხო და იმიტომ რომ ეს უნიკალურია ყოველი ადამიანი, უნიკალურია და ამიტომ ყოველი ადამიანი უნდა დააფასო, ყოველი ეს შენგან შეიძლება მე ისეთი რამე მოვისმინო და ისე მოვისმინო, ისეთი ნათქვამი, რომელსაც სხვა ადამიანისგან ვერ მოვისმენ ვერასოდეს. ამიტომ ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი. და ამიტომ ნახეთ აი, როდესაც ეს იცის, ეს სიბრძნე იცის მშობელმა, ის ყოველთვის პატივისცემით ეკიდებს სხვა შორის ჩვენი განსვენებული ნეტარხსენებული პატრიარქი ჩვენთვის ყოველთვის ძალიან ძვირფასი და საყვარელი ხშირად აკეთებდა ამას აქცენტს რა. პატივისცემით მოეპყარეთ თქვენ შვილებსო რა და მე მახსოვს პირველად ისე გამიკვირდა მახსოვს რა თქვენობით მიმართავდა ბავშვებს. ბავშვებს კაცო. ხო კარგად გახსოვს კახა ხო ყველას გვახსოვს ხო. თქვენობით ელაპარაკებოდა, იმიტომ რომ მას ახსოვდა ძალიან კარგად თავისი ბავშვობა. და ბევრი რამე არ ახსოვდა იქიდან სასიამოვნო. ვიდეო გავცელდა ამას წინა სხვათა შორის პატრიარქის არ მიყვარდა მასწავლებლებიო და მეც არ უყვარდა მასწავლებლებს რო ყვება იმაბოს ხო და ამის შემდეგ მე აი მაშინ იყო მე რომ ერთხელ ინიციატივაც გამოხატა ესეთი რა რომ ორიანს ნუ დაუწევთ ნუ რასოდეს რა ხო და ის აი იმ ამბავს უბრალოდ რო იხსენებს რომ მოდიო თქვენი შვილის ბედი უნდა გადაწყვეტა ხო დაფეთათ ეხლაც როგორ ყვებოდა რა როგორი განცდებით რა პაუზა რო გაბედიო კაცო დღემდე მახსოვს ეს რო ისე იმოქმედა რომ
როგორი რამხელა დაფიქრება მართებს ხო ადამიანს აი ყოველ სიტყვას რამხელა მნიშვნელობა აქვს რა სიტყვი როგორი ტყვი და ბავშვთან მიმართებაში განსაკუთრებით აი წარმოიდგინეთ ახლა პატრიარქს ეს ქონდა მოსვენელი როდის ღრმა ბავშვობაში დღემდე ახსოვდა ახალივით როგორც გუშინდელი ნათქვამი ხო ესე იგი შენი ერთი ნათქვამის სიტყვა შეიძლება მთელი ცხოვრება გაყოს ადამიანს უფრო მეტიც შეიძლება შეცვალოს და აღიდაასვას ადამიანს შეიძლება განვითარებაში შეუშალოს ხელი ამიტომ აი ეს პედაგოგიკა უდიდესი მეცნიერება და ურთულესი და სად იწყება ეს პედაგოგიკა უპირველეს ყოვლისა ოჯახში მშობელს მოეთხოვება უპირველეს ყოვლისა რომ ესეთი პედაგოგიური სწორი მიდგომა ქონდეს შვილთან კიდევ ერთხელ ვიცახი რა თქმა უნდა აუცილებელია რომ შენიშნა მისცე ბავშვს იმიტომ რომ ის სხვანაირად ვერ გაიგებს როცა ვთქვათ არასწორად იქცევა ხო ეხლა რომ აიღებს ეხლა ჭიქას წყლით და რომ დაღვრის საწოლზე უნდა უთხრა რომ ეს არ შეიძლება იმიტომ რომ ამ საწოლში მე შენ უნდა ჩაწვე რა და დასრულდები და გაცივდები და არ შეიძლება უნდა ასწავლო რაღაცები რაც შეიძლება რაც არ შეიძლება რაც საზიანო იქნება მისთვის არა მხოლოდ მისთვის ეგოისტურად არ უნდა გაიზარდოს საზოგადოებისთვის სხვისთვის უნდა ისწავლოს სხვისი უფლებების პატივისცემა მაგრამ აუცილებელია ეს ყველაფერი მოხდეს ძალიან დიდი პატივისცემით და ძალიან დიდი სიყვარულით ფრთხილად უნდა მოეპყრა შენ შვილს და სხვა შორის ეს ერთ-ერთი ძალიან ცნობილი პედაგოგი ამბობს რომ გახსოვდეთ იანუშ კორჩაკი ხა ვიცით ყველამ ხო რომ ეს შვილიო დროებითი ბედნიერება რომელიც თქვენთან არ არის მუდმივად ანუ შვილი ვინ არის ვიზაც უფალი ამბობს რომ ადრე თუ გვიან გაიზრდება და მიატოვებს თავის დედას და თავის მამას და თავის ბუდეს შექმნის ხო თავის ცალკე ოჯახს შექმნის შენ ყოველთვის უნდა გახსოვდეს რომ ეს ადამიანი რომელიც შენ ღმერთმა გაჩუქა შენი საკუთრება არ არის ზოგს გონია ხომ რომ საკუთრება ძალიან ბევრ მშობელს ამწუხარებთ რა და რაღაცა სხვანაირად ავრცელებენ მას თავიანთ უფლებებს და მე ეგოისტური მოთხოვნილებები აქვს ზოგი ინვესტიციასავით უყურებს თავის შვილს რომ რაღაცა ჩადებს რაღაცას და მე აქედან მოგება რაღაც ხო მოგებას ელოდება რა და ის არ არის სიყვარული ეს ანგარება და როცა გიყვარს სრულიად უანგაროდ უნდა გიყვარდეს და შენ უნდა იცოდე რომ იმას სამშობლოს უზრდი თავის მომავალ მეუღლეს უზრდი და ძალიან დიდი პატივისცემით უნდა აღზარდო იმიტომ რომ ის დღეს ყავს და დააფასე ყოველი წუთი და წამი, როცა ყავს და სანამ ყავს. და იყავი ბედნიერი ყოველი წუთით და ყოველი წამით. მისი სიცელქით, მისი თუნდაც ცუდის აქციელით, მისი სიხარულით, მისი ტკივილით ეს ყველაფერი უნდა იგრძნო, უნდა გაიზიარო თავიდან ბოლომდე რა. და რაც მთავარია, მე ნელ-ნელა აი მთელი სირთულერაშია. უნდა ისწავლო შვილთან მეგობრობა. სხვა შვილს ბევრი ვერ ახერხებს. პირადად მე ვერ მიხერხდება ხშირად იმის გამო რომ უბრალოდ დრო არ მრჩება ამისთვის შეიძლება ესეც ყალბი თავის გამართლება იმიტომ რომ არასწორად ვანაწილებ დროს და სწორად რომ ვანაწილებდი ამისთვისაც დამრჩებოდა მაგრამ ესე ხდება ხო თუმცა მამასაბა აი ხანდახან ხვარი კარგია არის ერთი რომ ვერ ახერხებს უმეტესობა მეგობრობას ან მეორეა რომ უკვე ძალიან მეგობრობაშია გადასული თითქოს ეს ხვარი პატივისცემის მოგზაურობის მშობლის ეგეც შეიძლება ერღებოდეს და მე თითქოს გაუცნობიერებლად თან თუ ეს ბავშვებიდან ხდება უკვე მშობელი არანაირი ავტორიტეტი ან არანაირი საპატივცემულო აღარ არის და როგორც მეგობარს შეიძლება მოიქცეს უპასუხოს ეთავხედოს ანუ ამის დაცვას ერთი მხრივ მეგობრობიდან დობა კონდეს რომ იცოდეს რომ ის მუდამ გვერდში დაუდგება და მეორე მხრივ ეს ბალანსიც არის თუ არა გასათვალისწინებელი ძალიან საყურადღებო აბსოლუტურად მართალია იმიტომ რომ ამიტომ ამბობ რომ ეს ურთულესი რამეა სხვა შორის აი ესეთ რო შევხედოთ ხო პროფესიული კუთხით რო შევხედოთ ურთულესი პროფესია არის მშობლობა გაზდა და აღზდა სხვადასხვა რამე სულ სხვა რაღაცაა კაცო ხა გაზდით რა ცხოველის დის თავის შულს და შეიძლება შენზე ბევრად უკეთესად მაგრამ აღზრდა უკვე სულ სხვა რაღაცაა რა ამიტომ ამბობს ვაჟებშავი ლამაზად შვილის გამზრდელი ნახე გაზრდაც არის და გაზრდაც ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მეცნია ღმერთად რა საუბარს წარმოედგინე საოცარ სიტყვას ამ შე მარტო დედა რატო იმიტომ რომ დედას აქვს უმთავრესი ფუნქცია ბავშვის აღზრდაში და მამა ძირითადად გასულია რა და მამა არის ესეთი სერიოზული ავტორიტეტი რა რომელიც არის პატრონი მამის მოშიშება უნდა კონდეს ბავშვს გზალვა უნდა კონდეს რიდი უნდა კონდეს მამის ერთი სიტყვაც კი გასაგები უნდა იყოს და საკმარისი უნდა იყოს მამას კიდე სხვა ფუნქცია აქვს მაგრამ თავი ეკლესიაც ვაზარებ ჩვენ კი ბატონო იგივე ამბავია აქაც რა და აი ხა კახში რაც ხო ეს აი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია რომ აი
დაიცვა ეს ბალანსი. მე მაგალითად სასტიკი წინააღმდეგი ვარ. აი ისე მჭრის ხოლმე ურს დღემდე ვერ მივეჩვე ვერაფრით სახელით რომ ემართავენ ბავშვები მშობლებს. ჩემს მიუღებელი რაღაცა რა. აი არ შემიძლია ეგეთი რაღაცა. აი ამ ხელოდაც სახელით მოგვართავენ კახა შენ არა მამაც ხო არა მე რავი ჩემ შვილებს აზრადაც არ მოძნით რავი ხა ალბათ მეც არ მომართავენ სახელით ვერც არ მოუდგენია თაბლოს მარტო მამა ჩემს უნდა გითხრათ ხო და არ არის სწორი და არ არის სწორი იმიტომ რომ ის мама როცა შენვე სახელით მიმართა უკვე ის გაუბრალოება ხდება გესმის რაღაცა თანაბარ ტალღაზე აი მაგითო გითხარ შედაც გამოხვილი რაზეც გამოხვილი ყურადღება აი ზუსტად ის დეტალია ეს გესმის იმიტომ რომ შენ რომ იმას მამას ეძახი და დედას ეძახი აქ უკვე სტატუსია გარკვეული ბოლომდე გესმის უკვე იცი რომ ის მამა დედა საბა და არა მამას საბა ზუსტად იგივე დაახლოებით რა აი არასწორია გესმის უკვე შენ თავს უკვე ზედმეტის უფლებას აძლევ უკვე შენ იმ ზღვარს ლახავ რომელიც არ უნდა გადალახო როცა სახელს ეძახი ანუ შენ უტოლებ იმას უკვე თავს რა რომ მე ჯუმბერი ვარ შენ უგზარი ხარ და რა მოხდა განსხვავებაა ჩვენ შორის რა და აი როცა შენ მამას ეძახი იქ უკვე იცი რა რომ იქ არსებობს რაღაცა რაც შენ არ უნდა გადალახო შეიძლება მამას გქონდეს რაღაცის უფლება შენთან მიმართებაში და შენ არა გაქვს იგივე უფლება მამასთან მიმართებაში ანუ მამისა და შვილის უფლება მოვალეობები ერთმანეთთან მიმართებაში იგივე დედის განსხვავდება და ეს აჩენს ასევე შემდგომ შენ თუ იცავ ამას შობელთან ლოგიკურად მე შენ შვილთანაც ხადია უკვე ამას აგწრა თქო შენ თუ ესე გათამამებული ხარ დაუშვა არაფერია ერთი აუცილებლად აგებრუნდება ბუმერანგის პრინციპი და მე შენ შვილთანაც ალბათ გაგიჭირდება ამის დავცო და თუ მას მოთხოვ მე უნდა გაიხსენებო შენ თუ ასე არ იყავი რატო თხოვ შვილს იგივეს კი ბატონო, ზუსტად ეგრეა, რასაც თესა, იმას მოიმკი აუცილებლად. ეხლა მოდი ცოტა ხანი შევეხო და არ გაგვიგზავნოს, იმიტომ რომ ესეც საინტერესო თემაა და ბევრი ნიუანსი შეიძლება გამოჩნდეს, აი თვითონ იმ კონფლიქტს, რომელიც ჩდება ხოლმე რა, ამ თაობათა შორის და რა შეიძლება გავაკეთოთ, აი რატომ ხდება, როგორ ხდება და რა პრევენციები შეგვიძლია, ხო? ფაქტიურად ჩვენ ეხლა ამ ყველაფერზე ვსაუბრობთ, უკვე, მაგრამ აი რაღაც ცოტა ისე რომ ჩამოვაყალიბოთ. ეს კონფლიქტი რატო ჩდება? აი ელისაბედმა კარგად ახსენა რა, რომ ნახე, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში იზრდება ბავშვი, მე დროთა განმავლობაში უკვე როცა სკოლაში იწყებს იარაღს, ხო? იქ ეზოში გადის, ეზოში თავისი რაღაც საზოგადოება ყავს, თავის სამეგობრო უჩდება, ვთქვათ, ხო, ის ვიღაც ადამიანის სხვა შორის მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს მშობელმა, რომ შვილისთვის მით უმეტეს რაღაცა გარკვეულ ასაკში, ამ გარდატეხის პერიოდში, ხო? ხშირად მანამდეც მისი თანატოლები და აი განსაკუთრებით 1-2 წლით უფროსი ბავშვები უფრო სერიოზული ავტორიტეტები ხდებიან ვიდრე მშობელი. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არ უნდა გამოეპაროს მშობელს არასოდეს, ყურადღებით უნდა იყოს. ავტორიტეტის შესუსტება მშობლის ხომ არ არის მაინც გარდაუვალი რაღაც პერიოდში, რაღაც ფასადში. აი რაღაც პერიოდში გარდაუვალია, მაგრამ თუ ესე იუველირულად ივლის მშობელი ბეწვის ხიძე თუ კი ეცდება რა თქმა უნდა ხა სრულად უშეცდომა არავინ არ არის, მაგრამ ისეთი ძირეული და ისეთი ავარიული შეცდომები არ დაუშვა შულთან მიმართებაში, ხო? ის შეინარჩუნებს ამ ავტორიტეტს. გაივლის ის ბავშვი რაღაც ამ ბეწვის ხიძზე, ისე რომ ღირსეულად და არ გადაიჩეხება და არ დაკარგავს მშობლის ავტორიტეტს, მიუხედავად იმისა, რომ თქვა იმ დროს შეიძლება მისთვის და კიდევ ერთხელ ვიტყვის აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესია, რომ მისი თანატოლები და ცოტა უფროსი თანატოლები ბავშვები უფრო ავტორიტეტულები ხდებიან და უნდა რომ მისნაირი იყოს. ამიტომ ხომ მშობელთან მაინც რაღაცა დიდი განსხვავებაა დროში იცის და თაობაა დიდი და კი შეიძლება უნდა რომ გავდეს მამას, მაგრამ ეს თანატოლი მასთან ერთად იზრდება რა და აქ უფრო ახლოა ეს ყველაფერი რა და ჯერ ამას ბაძავს. მე ნახეთ აი მნიშვნელოვანი მომენტია რომ რატო ამ მნიშვნელოვანი ერთი ჭკვიანი ადამიანი ამბობს კიდე რა რომ ყოველთვის უნდა ეცადო და ყოველთვის უნდა ახსოვდეს მშობელს, რომ შენ უნდა გაუგო შვილს, შენ მithხოვ შვილისაგან რომ ის გაგიგებს. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შენ იმხელა იყავი და ისჯერ შენ ხელა არ ყოფილა. შენ უნდა ეცადო რომ გაუგო იმ შვილს, შენ უნდა გაიხსენო შენი ბავშვობა როგორც ეგზიუპერი ამბობს, ხო ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, პატარები ვართ ყველანი რა და ეს ბავშვი შენში არ უნდა დაკარგო არასოდეს, ეს ძალიან დიდი ტრაგედია მე მინახავს ესეთი ადამიანები რა. რომელიც კარგავენ საკუთარ თავში ამ ბავშვს და იკარგება მერე საერთოდ იკარგებიან თვითონ ცხოვრებაში რა, იმიტომ რომ რატო ამ სუფალი რომ თუ ბავშვით არ იქნები ვერ მოხვალ ჩემთან. აი ზუსტად ამას გულისხმობს. ის ბავშვური სისუფთავე, ის ბავშვური განცდები, ემოციები, რაც ქონდა ბავშვობაში, უნდა შეინარჩუნო, არ უნდა დაკარგო. ამას თუ შეინარჩუნებ,
აუცილებლად ადვილად შეძლებ რომ გაუგო ბავშვს იმ სიცელქეში, იმ შეცდომაში, იმ რაღაცა არასწორ საქციელში. და უნდა გაუგო, უნდა შეეკითხო რატო დააშავა ეს. კი, დაატუქსე თუ დაცატუქსეა და შენიშვნაც მეცი, მაგრამ გაუგე. ყოველთვის ეცადე რომ გაუგო. რატომ გააკეთა ესა თუ საქციელი? მიეცი საშუალება რომ დაგელაპარაკოს, მიეცი საშუალება რომ აგიხსნას. მარტო საჯული ნუ იქნები, დააცალე, გითხრას, იქნება რა მიზეზი ქონდა. და რომ დაინახავს ბავშვი რომ შენ მეგობრები და შენ მართლა გულისყურით უსმენ და გაინტერესებს, ის აღარ ეცდება შენთან თავის გამართლებას, აღარ ეცდება რომ რაღაცა ნიღაბი მოირგოს, რაღაცა მოგატყუოს. არ ექნება იმას რაღაც იმის შიში რომ და არა ბავშვი ყოველთვის უნდა გწნოვდეს მშობლისაგან უპირობო სიყვარულს. და კარგია თუ ცუდია, დიახ, კარგია თუ ცუდია რომ მაინც გიყვარს, უპირობას არ უყენებ, რომ თუ ცუდად მოიქცევი არ მეყვარები, არა. ყველანაირი მეყვარები, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ შენ იმას რაღაცა მორალური კრიტერიუმები დაუწესო. აი ნახეთ, აი ხო რთულ რაღაცებზე საუბრობ, რთულ ეს გადამეტებული სიმკაცრეც იწვევს გაუცხოებას ახლა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცაზე შენიშვნა არ მისცე და არა. ამას ვამბობ, რა, აი ძალიან რთული ხდები, რომ აი თან უნდა მეგობრო ბავშვს. თან უნდა გრძნობდეს, რომ მეგობარი ხარ მისი, ანუ გესმის შენ ყოველთვის მისი, შენთან ყოველთვის მოესულებოდეს უნდა ბავშვს, როდესაც რაღაცა შეეშლება. არ უნდა ეშინოდეს, რომ შენგან რაღაცა ისეთი ნიაღვარი წამოარო, არ უნდა ეშინოდეს და სამწუხარო ძალიან მშობელს მოსდეს ეს შეცდომა რა და მე ხარ სასულიერო პირი და მაქვს ბავშვებთანაც ურთიერთობა, რომლებიც მშობლებს ვერ ეხსნებიან, გაუცხოებულები არიან, ეს ტრაგედია. მე მეთხოვ ხოლმე მათ და ვეუბნები რომ რაღაცნაირად დაარბილდნენ მშობელთან ურთიერთობაში, კაი, მაგრამ მე მშობელთან უფრო მეტი სამუშაო მაქვს ხოლმე ვიდრე ბავშვთან, იმიტომ რომ ეს მშობლის ბრალია ეს ყველაფერი და სამწუხაროდ ცუდია რომ როდესაც შენ თავის დროზე არ დაიცავ აი ამ ზღვარს, მე უკვე იმის აღდგენა ხშირად შეუძლებელიც არის რა. ყუილებს ეჩვევა ამ დროს მე ბავშვი. ყუილს ეჩვევა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეშინია მშობლის რეაქციის რა და ეხლა როდესაც არ ეშინია კი იმაზე აქვს იმის შეგრძნება რომ არასწორად მოიქცა სინდისი ამ ხელს აწუხებს, მაგრამ იცის რომ მშობელს უპირობოდ უყვარს და მოვა, ხო გაუჭირდება ძალიან, იმიტომ რომ ძნელია შენს არასწორ საქციელზე საუბარი, იმიტომ არის ახსარების თქმაც რომ ძნელია რა, მაგრამ მოვა და გეტყვის იმ ახსარებას და გეტყვის რომ კი მამა დედა ეს დავაშავა, ეს დრამი დამემართა რა. იმიტომ რომ იცის რომ კი შეიძლება შენიშნა მისი შეიძლება არ გაგეხარდეს, რა თქმა უნდა, გეწყინება ეხა შენ მის ცუდი საქციელი, მაგრამ ამის გამო მას არ გააგდებ, არ მოიძულებ, რა ვიცი ხა არ მოექცევი უსიყვარულოდ, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ნახე. ბავშვმა არასოდეს არ უნდა იგრძნოს, არასოდეს არ უნდა დარჩეს ბავშვს განცდა იმისა, რომ მშობელს მის მიმართ სიყვარული დაეკარგა, მისი რაღაცა არ აქვს მნიშვნელობა არასწორი საქციელის გამო. აი ბავშვმა შინაგანად ინტუიციურად იცის, რომ მშობელს ის უპირობოდ უნდა უყვარდეს. იცის და როდესაც ხედავს რომ ეს ეკარგება მშობელს და მშობელი რაღაცა თავისიდან ეგოისტურიდან მოქმედებს რომ მისი თავმოყარება შეილახა თუნდაც საზოგადოების თვალში ხოლმე როგორ აი ეს ამას როგორც კი შეატყობს ბავშვი ეგრევე ბარიერის აშენება იწყება უხილავად მასა და მშობელს შორის ხო და ეს ძალიან ცუდი რაღაცა ეს არ უნდა მოხდეს ძალიან ძნელია მოკლედ მშობლობა არა ურთულესი მე მაგიტო ვამბობ რა ეს არის ურთულესი პროფესია და აი ეს იწოს მე ამ გაუცხოებას და დღეს ვამბობთ ახლა ჩვენ რომ გარდაუვალია თაობებს შორის კონფლიქტი, მაგრამ ჩვენ თუ ბრძნულად ვიმოქმედოთ, მე მინახავს ისეთი მშობლები და შვილები საბედნიეროდ, რომელთაც არ აქვთ კონფლიქტი და არც არასოდეს არც ერთ ეტაპზე არ ქონიათ კონფლიქტი. მართალია იშვიათობაა ესეთი, მაგრამ არსებობენ. ანუ შესაძლებელია. შესაძლებელია, თუ კი მშობელი იქნება ბრძენი, მაგრამ ნუ ახლა ამ სიბრძნეს ჩვენ დრო გვასწავლის დროთა განმავლობაში და ზოგი მაინც ვერ სწავლობს. ესეთ პროცესია ყოველთვის, მოდნილი პროცესია ესეც. კი ბატონო და რა კი აი მოდი ამასაც ვიტყვი, არ მეგობრებს გამომჩეს კახა და დავისრულოთ რომ რა კი ჩვენ თავიდანვე ესეთი სათაური ქონდა ამის რომ ოჯახი როგორც მცირე ეკლესია ხო მოდი ამაზეც გამომხილოთ ყურადღება თუ გვინდა ჩვენ მშობლებს რომ შვილები გაიზარდონ სწორი და ღირსეული ღირებულებებით ხო და არ იყოს მერე ჩვენ შორის ურთიერთ გაუგებრობა და კონფლიქტი. უაღრესად მნიშვნელოვანია რომ თვითონ მშობლები ცხოვრობდნენ ჯერ გამართული სწორი ქრისტიანული ცხოვრებით ჩანსაღი და შვილებსაც ასწავლიდნენ იგივეს უპირველეს ყოვლისა პირადი მაგალითით და მე უკვე ეკლესიასთან დაახლოებით აი ესეთ შემთხვევაში უკვე
ის მცირე ეკლესია და დიდი ეკლესია ერთმანეთს შეერწყმება და ყველაფერი კარგად იქნება. დიდი მადლობა დეკანოზის საბაჭიკაიძე გვისაუბრებოდა, ლოცვა მოვისმენთ, დაგიბრუნდებით რამდენიმე წუთში. დიდება მაღალთაში ნომერცა ამოჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვით არცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალემე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოება ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოება ჩემი მე უწყი და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ. რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესერა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო. რამე თუ ესერა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე. მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აქთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმაგლებულო მარიამ უფალი შენთანა,
კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ და ვაგრძელებთ გადაცემას. შემოგვიერთნეთ თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი, სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური თეოლოგიის დოქტორი მღვდელი გიორგი ვაშალომიძე და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი, ამავე უმაღლესი სასწავლებლის გამომცემლობის რედაქტორი ბატონი რევაზ მუჯირიშვილი სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ თბილისის სასულიერო სემინარიის, ანუ თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის შესახებ. მოგეხსენებათ, რომ ახლოვდება მისაღები გამოცდები და ჩვენ საქართველოს უპირველესი უმაღლესი საღვთისმეტყველო სასწავლებლის ფაკულტეტების შესახებ მოგაწვდით ინფორმაციას აი ამ დღეების განმავლობაში. მოგესალმებით მამა გიორგი, ბატონ რევას, დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. როგორც ვუთხარით მაყურებელს, აი ახლოვდება გამოცდების პერიოდი და ჩვენ გვინდა უშუალოდ ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რაც აბიტურიენტებისთვის იქნება საინტერესო. მამა გიორგი, პირველ რიგში მინდა გკითხოთ, თუ რა განაპირობებს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის აი ამ უმაღლესი სასწავლებლის უნიკალურ ნიშას ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში და უშუალოდ ეს ფაკულტეტი, რომელზეც უნდა ვისაუბროთ, თეოლოგიის მიმართულების საბაკალავრო პროგრამა, ანუ სემინარია რას წარმოადგენს, რომლის დეკანის თქვენ ბრძანდებით? დიახ, უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით, გმადლობთ მოწვევისთვის. დიახ, სწორად ვბრძანეთ, რომ აბსოლუტურად განსხვავებული და განსაკუთრებულია ის სასწავლებელი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ზოგადად თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია გახლავთ სამართალმემკვიდრე იმ უაღრესად მნიშვნელოვანი საღვთისმეტყველო სკოლებისა, რომელიც არსებობდა საქართველოს წარსულში, საქართველოს ისტორიის მანძილზე. ეს იქნება საზღვარგარეთული კერები თუ ადგილობრივ უშუალოდ ჩვენს ქვეყანაში არსებული სამონასტრო ცენტრები. თქვენ მოგეხსენებათ, რომ განათლების საქმე მთლიანად სამონასტრო სივრცეში იქმნებოდა და ვითარდებოდა საუკუნეთა განმავლობაში და ყოველივე ამისი მემკვიდრე გახლავთ თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია, რომელიც გახლავთ უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლა დღეს არსებულ სასწავლებელთა შორის ჩვენს ქვეყანაში. უნდა ითქვას აუცილებლად ის, რომ უშუალოდ ჩვენი სასწავლებლის ისტორია უკავშირდება აწუყე განსვენებულ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის სახელს. ჯერ კიდევ 1963 წელს, როდესაც ჯერ კიდევ ეფრემ მეორე იყო პატრიარქი და მისი აწუყე განსვენებული პატრიარქი გახლდათ ეპისკოპოსი, აი 1963 წელს ცხეთაში დაარსდა საღვთისმეტყველო კურსები, რომელიც 1965 წელს სასულიერო სემინარიად გადაკეთა, რომლის რექტორიც ბრძანდებოდა უშუალოდ განსვენებული პატრიარქი, ხოლო განსაკუთრებული თარიღია უკვე 1988 წელი, როდესაც თბილისის სასულიერო აკადემია იმ შენობაში, სადაც დღესაც ფუნქციონირებს, დაარსდა და აკადემია შეუერთდა მცხეთაში მაშინ არსებული სემინარია. და აგერ უკვე ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, ხო? და აგერ უკვე 30 წელია მიმდინარეობს ეს. აუცილებლად თქვენ სწორად ბრძანეთ, ჩვენ დღეს წარმოვადგენთ სასულიერო სემინარიას, ანუ ეს გახლავთ თანამედროვე, ასე ვთქვათ, კვალიფიკაციით, რომ მოგახსენოთ, ეს გახლავთ ბაკალავრიატი თეოლოგიური მიმართულებისა. ჩვენი სასწავლებელი მოგეხსენებათ უმეტესწილად ახორციელებს სწავლებას თეოლოგიური მიმართულებით და ბაკალავრიატი ძალიან მნიშვნელოვანი და არსებითი გახლავთ. ძალიან ხშირად, ეს ძველი სახელით ჩერჩა, თბილისის სასულიერო სემინარია და ხშირად, ესე იგი,
ესე ადრეც და დღესაც ხშირად უწოდებენ ჩვენს ფაკულტეტს უგდლების სამჭედლოს, იმიტომ რომ მართლაც ასეც უნდა იყოს და ასეც არის, რომ სასულიერო პირების უმეტესობა სწორედ ჩვენთან იღებს განათლება და შესაბამისად პასუხისგებლობა ამ კუთხით და არა მარტო ამ კუთხით 1-2-ია ღვთის წინაშეც, 1-2-რად არის ღვთის წინაშეც, ადამიანთა წინაშეც და ჩვენი ეკლესიის წინაშეც. სწორედ ამან განაპირობა გიორგის რომ დღეს ძალიან ისეთი საფრთხისმეტყველო განათლებული სასულიერო პირები არის ახალგაზრდები განსაკუთრებით და დიდი ყურადღება ექცევა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა რომ უნდა ქონდეს საფრთხისმეტყველო განათლება სადიაკვნე სასულიერო პირობის კანდიდატს. სანამ გავაგრძელებთ უსულოდ ჩავუბრალთ თქვენ ძალიან კარგი პარალელი გააკეთეთ და გაიხსენეთ ის ფაქტი, როცა ჯერ კიდევ მცხეთაში დაარსდა სასწავლებელი შემდგომ უდიდესი მოვლენა ჩვენი ათგანსვენებული პატრიარქის მიერ დაარსებულიყო თბილისში. და აი ამ წლების განმავლობაში ამას დიდი შრომა იყო გაწეულიო დაარსებულიყო, რაც ხას უსვამს მნიშვნელობას, რომ არსებობდა საქართველოს ეკლესიის წინაშე უმაღლეს საფრთხისმეტყველო სასწავლებელი და მსურველებს არ მოუწიოთ სხვაგან წასვლა განათლების მისაღებად. დღეს შეიძლება ეხა ბევრისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ შეუძლია მივიდეს და ისწავლოს და მიიღოს განათლება, მაგრამ ეს არ იყო და დიდი შრომა დასჭირდა ამას და რაც ყველაზე მთავარია, წლიდან წლამდე დღე ვითარდება უმაღლესი აკადემიური დონე სასწავლებლის. და ამის ერთ-ერთი გამოხატულება თუნდაც ის გარემო, რაც არის ჩვენ სასწავლებელში. ეს გარემო ჩვენ ალბათ ორი მიმართულებით უნდა გამოყოთ. ერთი სწავლებითი კუთხე, აკადემიური მოსწრება, ძალიან მაღალკვალიფიციური პედაგოგები ასწავლიან როგორც საღვთისმეტყველო წამყვან თეოლოგიურ საგნებს, ისე მეორად საგნებს. ერთ-ერთი ჩვენ სტუდიაშია წარმოდგენილი ბატონი რევაზი, რომელიც გარდა იმისა, რომ რაც თქვენ ახსენეთ, გახლავთ კი ბატონო სარედაქციო საქმიანობით და გარდა ამისა ეს გახლავთ ახალი აღთქმის პედაგოგი და თავად შემდგომ უშუალოდ ისაუბრებს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ აუცილებლად დავასახელოთ ის საგნები, რომელიც ისწავლება ჩვენთან უპირველეს ყოვლისა ბიბლიისტიკა, ძველი აღთქმა, ახალი აღთქმა, ლიტურგიკა, ჰომილეტიკა, დოგმატური ღვთისმეტყველება და ასე შემდეგ. გარდა ამისა, როგორც თქვენ მოგახსენეთ, ისწავლება ეგრეთ წოდებული მეორადი საგნები, დამხმარე დისციპლინები, რომელიც სტუდენტს უფრო მეტად შეამეცნებინებს თავის თვალსაჩინო განათლებას. ეს გახლავთ ძველი ქართული ენა, ქართული ლიტერატურა, თქვათ საქართველოს ისტორია, საქართველოს ეკლესიის ისტორია, ფილოსოფია და ასე შემდეგ. უნდა ითქვას ის, რომ ჩვენ სასწავლებელში გარდა იმისა, რომ როგორც მოგახსენეთ, ყურადღება ექცევა აკადემიურ მოსწრებას, უპირველესი ყურადღება ექცევა თავად სტუდენტის ქრისტიანულ ზნეობრივ ცხოვრებას. ეს რა თქმა უნდა არსებითია ჩვენთან მოგეხსენებათ, ჩვენი სასწავლებელი ერთადერთია და ასეც უნდა იყოს და ასეა სხვა თეოლოგიურ სასწავლებლებშიც, რომ ჩვენ მისაღების პროგრამის საბუთებში, აუცილებლად მისაღები გამოცდების საბუთებში ერთ-ერთი გახლავთ სწორედ მოძღვრის რეკომენდაცია და ამის შემდგომაც უკვე თვალყურის დევნება ხდება თქვა სტუდენტთან მიმართებაში ამ კუთხით. გარდა ამისა სტუდენტს აქვს თუკი ჩვენ ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ინდივიდუალური ურთიერთობა გვაქვს თითოეულ სტუდენტთან, მაგალითად თუკი სტუდენტს უჭირს გარკვეული საგნების დაძლევა, აქ უკვე ჩართულია შესაბამისი საგნის კათედრა, დეკანატი რა თქმა უნდა და ინდივიდუალური სილაბუსებიც კი დგება. ტარდება დამატებითი ლექცია, ანუ ყოველ და რაც თავარია ეს ყველაფერი მოგესწრება თქვენ უფასოა ჩვენ სასწავლებლებში. ასე პასიონი ფუნქციონია. უფასო ანუ ნიშნავს რომ ამ ხარჯებს იღებს საქართველოს ეკლესია. საქართველოს ეკლესია ფარავს ამ ხარჯებს და სწავლება ჩვენთან უფასოა და გარდა ამისა თქვენ სწორად ვზანეთ, აუცილებლად უნდა ვთქვათ პანსიონატის ეგრესებული სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, რომ სადაც ჩვენი სტუდენტები კი ბატონო ცხოვრობენ სამჯერადი კვებით. ეს აბსოლუტურად მსგავსი ტიპის საცხოვრებელი საქართველოში არ არსებობს, ესე სამჯერადი კვებით იყოს თქვა, სამჯერადი კვებით იყოს უზრუნველყოფილი და თანაც უფასო. ეს რა თქმა უნდა ამას დასაბამი დავუდო ჩვენმა საქართველოს კათოლიკოს ათგანსვენებულმა პატრიარქმა და დღევანდელი ახალი კათოლიკოს პატრიარქის კურთხევით გრძელდება ეს მოღვაწეობა ჩვენი აკადემიის. სანამ უშუალოდ გადავალთ თქვენს მიმართულებაზე, მე მინდა ეს გავაცხადოთ, იმიტომ რომ ახლა იწყება ახალი სასწავლო წელი, შეიძლება ბევრი კიდე ფიქრობს საჩააბრო სადმეღოს განათლება და არსებობენ ადამიანები არც თუ ისე მცირე, რომელთაც წარმოუდგენიათ, რომ სასულიერო აკადემიას სემინარიაში მარტო აბარებს ის ვინც აპირებს სასულიერო პირობას და აპრიორი ნიშნავს თუ აქ სწავლობ რომ უნდა გახდეს სასულიერო პირი. ეს ასეა თუ არა?
უპირველესად დიდი მადლობა მოწვევისთვის. შეკითხვა ძალიან მნიშვნელოვანია, ფაქტობრივად მეც ვაპირებდი ამაზე ხაზგასმას, იმიტომ რომ როდესაც გვესმის სასულიერო აკადემიის სემინარია, ძალიან დიდ ნაწილში არის ეს წარმოდგენა სწორედაც, რომ იქ აბარებენ მხოლოდ ის ადამიანები, ვინც შემდგომ აპირებს სასულიერო პირობას და ფაქტობრივად ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მამა გიორგიმ გაუსვა ხაზი სამჭედლო სასულიერო პირებისა, კარგი გაგებით სამჭედლო, ბუნებრივია, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ის სასწავლებელი, სადაც ის პიროვნებები იზრდებიან, ასე რომ ვთქვათ, რომლებიც აუცილებლად შემდგომ სასულიერო პირები უნდა გამოვიდნენ. მათთვის არ არის. რა თქმა უნდა, მხოლოდ მათთვის არ არის. რამდენჯერმე გაჟღერდა და სრულიად სამართლიანად, რომ სასულიერო აკადემიის სემინარია არის უმაღლესი სასწავლებელი. ახლა მე მინდა განმარტო, რას ნიშნავს, რას გულისხმობს ეს უმაღლესი სასწავლებელი. როდესაც უმაღლესს ვამბობ, შეიძლება ვიღაცის წარმოდგენაში პირველი შეკითხვა რაც გაჩნდეს, ეს ხომ არ გულისხმობს სხვა სასწავლებლებზე უპირატესობას და დამცირებას. რა თქმა უნდა, არ არის ამაზე საუბარი, არამედ თუ რომელიმე სასწავლებელს აქვს პასუხისმგებლობა ერთი კონკრეტული მიმართულებით და ეს არის სამეცნიერო მხარე და მაღალ კვალიფიციურად სასულიერო აკადემია და სემინარია არის ის წიაღი, რომელიც გზაგასაყარზე დგას და ორი მიმართულების პასუხისმგებლობა აქვს. ერთი სულიერება და რა თქმა უნდა ეს თავისთავად სხვანაირად წარმოუდგენელიც არის ამ სასწავლებელს, როდესაც ვიხსენებ და მეორე მაღალ კვალიფიციური სამეცნიერო მიმართულებაც კი. ახლა მამა გიორგიმ რამდენიმე საგანი ჩამოთვალა და მე ერთსაც დავამატებდი კიდე საგანს კი არა, ანუ ამ საგნებთან დამოკიდებულებას. ეს უბრალოდ კი არ ისწავლება ჩვენთან. უმაღლეს დონეზე ისწავლება თითოეული ის დამხმარე დისციპლინებიც კი, რომელიც დამხმარედ ჩანს, ესენიც კი ისეთი სიმაღლით და ისეთი ხარისხით არის შესწავლილი, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ კონკრეტულ მიმართულებაში თუ მოინდომებს სტუდენტი საშუალება ეძლევა, რომ კვალიფიცირდეს. მე ერთი მაგალითი მინდა გავიხსენო, ძალიან ისეთი ყოფითი ჩემი ცხოვრებიდან, ახლობელი მყავდა ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე ფილოლოგიის მიმართულებით და უბრალოდ საუბარი მოიტანა რაღაც ქართულ ენასთან დაკავშირებით რაღაცა და ვატყობდი რომ როდესაც საუბრობდით გაკვირვებული დარჩა ეს ადამიანი და დავინტერესდი რა გიკვირს მეთქი და რატომ იცი შენ ამდენი ქართული ენის ისტორიის და ზოგადად ქართული ენის შესახებოდა ну მაშინ კიდევ ერთხელ დავწმუნდი რომ აი თურმე იქ მანაც იცოდა ბუნებრივია იმიტომ რომ უშუალოდ ეს მიმართულება ჰქონდა ანუ ფილოლოგიის ფაკულტეტზე სამაგისტრო პროგრამა მაგრამ მას გაუკვირდა ჩვენთან რომელიც არ არის უშუალოდ ამ მიმართულების რატომ შეიძლებოდა სტუდენტს მაშინ სტუდენტი ვიყავი სწოდნოდა იმაზე მეტი ვიდრე მისი წარმოდგენით შეიძლებოდა აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია მამა გიორგი ხაზი გაუსვა რომ ეს არის სამართალმემკვიდრე იმ უძველესი სასწავლებლების. აი სწორედაც რატომ ამბობთ სამართალმემკვიდრე იმ სასწავლებლებში იყო სად თუ არა სწორედაც გელათი იქნებოდა, იყალთო იქნებოდა, მანამდე კიდე აი კვირას იყო ახლა ხსენება მთელი ათონის მთაზე გაბრწყინებული მამათა ეს ხსენება იყო სწორედაც აი ეს არის მათი 8 წელი გადმოტანილი შემდგომ საქართველოში და იქაც ეს საფუძვლები იყო პირველი მეცნიერები ვინ არიან? პირველი მეცნიერები არიან სწორედაც ეს ათონელი მოძღვრების მერე ეფრემცირე იქნება თუ ეს და ეს ანუ საეკლესიო წიაღში და დღესაც გრძელდება ეს მიმართულება უმაღლეს დონეზე ეს არის თქვათ ტექსტოლოგია იქნება ფილოლოგია იქნება ფილოსოფია იქნება თუ ნებისმიერი სხვა ფსიქოლოგია და შემდგომ საკმაოდ მაღალ დონეზე და ამიტომაც ეთქმის უმაღლეს სასწავლებლად აი სამეცნიერო მიმართულება და საქმიანობა ახსენეთ თქვენ და ვიცით რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექცევა თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სწორედ სამეცნიერო საქმიანობას და ამას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს თავად რექტორი პროფესორი გიორგი ზვიადაძე რომელიც თავად არის მეცნიერი მრავალმხრივი და დოქტორი არის ფილოლოგიის, თეოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა. აი მინდოდა მეკითხა რომ აი ამ კუთხით როგორც გამომცემლობის რედაქტორისთვის წვდომა რამდენად აქვთ სტუდენტებს საერთაშორისო ჟურნალებზე და თქვათ თქვენს მიერ გამოცემული ჟურნალები ასევე თუ არის დაფიქსირებული საერთაშორისო პორტალებში. ჩვენთან ჩვენ სასწავლებელში პერიოდულად გამოიცემა 2 კრებული. ეს არის საღვთისმეტყველო სამეცნიერო კრებული და მეორეც ასევე ამავე მნიშვნელობის, რომელსაც ეწოდება გრაგნილი. ორივე კრებული არის როგორც პედაგოგებისთვის, როგორც მეცნიერთათვის უკვე ჩამოყალიბებული, ასევე ახალგაზრდა მკვლევართათვის და სტუდენტების სტატიებიც იბეჭდება აი ამ კრებულებში. ერთ-ერთი ჯერჯერობით ახლა ერთ-ერთი მეორეზე ახლაც მუშაობთ, რომ მეორე კრებულიც იქნა სასახული იტვირთება, აისახება საერთაშორისო
ბაზა არის ასეთი პერიოდული ჟურნალებისა და გამოცემების ბაზა, ეს არის open journals, სადაც ყველა საშუალება ეძლევა სოფლიოს სხვადასხვა მხარეს, რომ კონკრეტული ჟურნალი, რა თქმა უნდა, იმას თავისი სხვანაირად ამ ბაზაში ვერ მოხდებოდა, თავისი კვალიფიკაცია აქვს, თავისი სტანდარტები აქვს, რომელიც უნდა იქნას დაკმაყოფილებული და აი აქ არის სწორედაც ეს არის ჩვენთვის საყურადღებო, რომ უპირატესად დოქტორანტების თემები იბეჭდება, შემდგომ არის მაგისტრების უკვე, რომლებმაც და სხვათა შორის მაგისტრების დიპლომი იქნება თუ ბაკალავრების დიპლომი, ჩვენთან შეიძლება ზოგჯერ გარედან ეს ჩანდეს, რომ სოფლიო იქითკენ მიდის, რომ მაქსიმალურად შეამციროს ყველაფერი და მოხსნას ისეთი რაღაცები, რომელიც შეიძლება ერთი შეხედვით ართულებდეს საკითხს, მაგრამ ჩვენთან საბაკალავრო ხარისხზეც კი ისევ დარჩენილია ნაშრომის დამუშავება. ნაშრომი არის ფაქტობრივად თავარი კომპონენტი, რომლის მეშვეობითაც უნდა მიენიჭოს მას ბაკალავრის ხარისხი. ფაქტობრივად სემინარის სტუდენტი უკვე იწყებს სემინარის სტუდენტი და სამაგისტროზე მით უმეტეს აგრძელებს და სადოქტოროზე და აი საუკეთესო ნაშრომები ამ კრებულებში არის შესაძლებლობა, რომ დაიბეჭდოს, ბუნებრივია ამ საუკეთესოებას განსაზღვრავს თავად დეკანატი იქნება ხელმძღვანელი თუნდაც იმ თემის და შემდგომ ერთობლივად ხდება ამის შეფასება და ბუნებრივია გარკვეული სტიმული არის ეს სტუდენტისთვის და გარკვეული სამეცნიერო მიმართულებით უკვე წახალისებას და გამომუშავებას, რაც რა თქმა უნდა სასიკვდილოა მთავარი. მამა გიორგი, ესე იგი ორი კითხვას დაგისვამდა თქვენ მე რუსალ გექნებათ პასუხის გაცემისთვის საშუალება. კიდევ ერთხელ რომ განუმარტოთ საზოგადოებას, აბიტურიენტებს, ვინც კიდევ ფიქრობს შეიძლება ერჩიოს, რა არის საჭირო რომ მოხდენ თქვენთან და კიდევ ერთი კითხვა ამაზეც ბევრს შეიძლება აინტერესებდეს და ბევრს გონია რომ მხოლოდ საუდელო პირები ან მამაკაცები აბარებენ, თუ შეიძლება გოგორებმა ჩააბარონ და რა მიმართულებები არსებობს მათთვის. დიახ, მოდით ასე ვთქვათ, ბაკალავრიატში შემსრულთათვის გახლავთ საერთო წესი მიღებისა, უპირველეს ყოვლისა ისინი უნდა დარეგისტრირდნენ და შესაბამისად მონაწილეობა მიიღონ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მხოლოდ ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რისი ჩაბარების შემდგომაც ისინი მობრძანდებიან უკვე ჩვენთან. უნდა ითქვას ის, რომ უშუალოდ სემინარიაში, ანუ იმ ფაკულტეტში, რასაც ახლა წარმოვიდგინეთ, აქ მხოლოდ მამაკაცები დაიშვებიან, ხოლო რა თქმა უნდა გოგონათათვის არის სამი ფაკულტეტი უпроსორად, ეს გახლავთ ქრისტიანული ფსიქოლოგია, ქრისტიანული ხელოვნება და ასევე ხატწერა, რესტავრაციისა და არქიტექტურის ფაკულტეტი, სადაც ასევე დაიშვებიან, თქვათ, მანდილოსნების გოგონები ისე ვაჟები, რა თქმა უნდა, კი ბატონო. აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, არაერთხელ გავუსვით ხაზი და ყოველთვის აღსანიშნავი იქნება ეს, რომ ჩვენი adzგანსვენებული მამამთავრის ილია მეორის დიდი რუდუნებით, დიდი შრომით, დიდი მოღვაწეობით დაარსდა და ძალიან სასიხარულოა, რომ გრძელდება, რა თქმა უნდა, ახალი ჩვენი მამამთავრის უწმინდეს თავენტარის შიო მესამის კურთხევით ზედამხედველობით და მამა გიორგის, პროტოპროფესორ მამა გიორგის რექტორის ხელმძღვანელობით და ის აკადემიური ნაწილზე გავუსვით ხაზი, იმიტომ რომ ძალიან მაღალი აკადემიური, ესე იგი, დონეა, ძალიან მაღალი დონის სწავლებაა და შეიძლება ითქვას, რომ სხვა სფეროს გამორჩეული პროფესიონალები ასწავლიან და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით აბსოლუტურად უფასოდ და უსასყიდლოდ შეუძლია ადამიანს ძალიან მაღალი დონის განათლება მიიღოს ამ სასწავლებელში. და საერთაშორისო მიმართულებაზეც მინდოდა რომ მეკითხა მამა გიორგი, ვიცით რომ ამ კუთხითაც ძალიან მაღალი შედეგები აქვს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას არის ჩართული Erasmus+ პროგრამაში, ასევე აქვს ურთიერთობა სხვადასხვა უცხოეთის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელთან და ამ კუთხით უშუალოდ სემინარიის შედეგებზე რომ მკითხრათ. დიახ, ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ეს ფაქტორი, ურთიერთობები, რომელიც ჩვენ გვაქვს თქვენ თავალბრძანდების წარმომადგენელი Erasmus+ პროგრამისა ხელმძღვანელი და იცით ამ საკითხთან დაკავშირებით უშუალოდ სასულიერო თბილისის სასულიერო სემინარიასთან მიმართებით უნდა ითქვას, რომ მაგალითად აი ხა ორი სტუდენტი ჩვენი არის ათენის უნივერსიტეტი, ანუ ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ათენის უნივერსიტეტთან, რა თქმა უნდა თეოლოგიის მიმართულებით, ეხლა ჩააბარა მეორემ სწორედ და უკვე გახდა სტუდენტი, ანუ ერთწლიან ენის უფასო პროგრამაზე ვაგზავნით და შემდგომ ისინი აბარებენ ენას და ხდებიან ამ უნივერსიტეტის სტუდენტები და დღეს უკვე ორი სტუდენტი გვყავს იქ, ასევე ვაგზავნით უკვე თითქმის გაიგზავნა ენის კურსებზე ის შვეიცარიაში, თქვათ, გარდა ამისა ჩვენ გვაქვს
ურთიერთობა შვედეთის სტოკჰოლმის კოლეჯი არის სხვა ხალხებისება იგივე უნივერსიტეტი ასე თქვა უმაღლესი სასწავლებელი კოლეჯს უწოდებენ კი ბატონო და უნდა ითქვას სხვათა შორის რომ ჩვენ რამდენიმე ხნის წინ ვიყავით სტოკჰოლმში და 3 სტუდენტი ვყავდა წაყვანილი და იქ გახდათ საერთაშორისო კონფერენცია და ამ კონფერენციაში ჩვენმა სტუდენტებმა უნდა ითქვას რომ ძალიან წარმატებით მიიღეს მონაწილეობა. გარდა ამისა, გარდა ამ ურთიერთობებისა ჩვენ გვაქვს აქტივობები, ანუ ჩვენი სასწავლებელი არ შემოიფარგლება მხოლოდ თქო წამყვანი აკადემიური მოსწრებაა თქვა, მაგრამ ასევე გვაქვს აქტივობები, მაგალითად გავდივართ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ოღონდ ამ ექსკურსიებს აქვს რა თქმა უნდა შემეცნებითი ხასიათი, აი სულ რაღაც ერთი თვის წინ აი ბატონი რეზო ზუზანდებოდა, ერთად ვიყავით სემინარიის სტუდენტებთან ერთად რაჭაში, სადაც ასევე გავმართეთ მცირე, ასე ვთქვათ, მასშტაბის კონფერენცია და ეს ძალიან ეხმარება ჩვენ სტუდენტებს, რომ ერთი მხრივ ერთმანეთი გაიცნონ, მეორე მხრივ ჩვენი ქვეყანა გაიცნონ და მესამე მხრივ ეს ყველაფერი მათ ეხმარება სულიერ და ინტელექტუალურ განვითარებაში. ეს ასევე ტრადიცია, ესე იგი სტუდენტური კონფერენციების მათ შორის საგაზაფხულო, რომელზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. სადაც იღებენ ჩვენი სტუდენტები მონაწილეობას და ასევე ჩვენ გელათის აკადემიასთანაც გვაქვს თავისთავად ცხადია ურთიერთობა გელათის სემინარი აკადემიასთანაც და ვაპირებთ კიდეც უახლოეს მომავალში რაღაცა საერთო ტიპის თანამშრომლობას აუცილებლად. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა, ვისაც ვთქვათ კიდევ დეტალური ინფორმაცია აინტერესებს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას აქვს ოფიციალური ვებგვერდი 4-ხენოვანი და ვთქვათ გამოცდებთან დაკავშირებული თუ სხვა ინფორმაცია შეუძლია უკვე იქ მოიძიოს დაინტერესებულ პირს. თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი, სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, თეოლოგიის დოქტორი მღვდელი გიორგი ვაშალომიძე და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი, ამავე უმაღლესი სასწავლებლის გამომცემლობის რედაქტორი რევაზ მუჯირიშვილი იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. ჩვენი გადაცემა გრძელდება და გეტყვით რომ მწერალთა სახლში პოეტ მარიამ ხუცურაულის კრებულის წარდგენა გაიმართა, წიგნი რომელიც გამომცემლობა საარის ეგედით გამოვიდა. მშავალ პოეტ ქალს ხვარამზეს ეძღვნება, ნახოთ სიუჟეტი ამ თემასთან დაკავშირებით. თითქმის 15 წლის განმავლობაში ხვარამზეზე ფიქრებით ცხოვრობდა. პერიოდულად წერდა ლექსებს, დროდადრო აქვეყნებდა და საბოლოოდ ეს ყველაფერი ერთ წიგნად შეკრა. ასე გამოიცა მარიამ ხუცურაულის ახალი კრებული სახელწოდებით „ან შენი ნანდაური მქნა“, რომელიც როგორც თავად უწოდებს, სამუკად ხვარამზეს მიუძღვნა. მარიამ ხუცურაულის ახალი წიგნის წარდგინება მწერალთა სახლში გაიმართა. საღამოზე ავტორმა მუშაობის პროცესი გაიხსენა და კრებულის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიებას მწერლები, პოეტები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აი რაღაცა ვალმოხდილივით თითქოს მოსტუმრებული ვალით მოვედი ხალვათი გულით დღეს და მოვუტანე ამდენ მკითხველს ეს წიგნი, რომელიც 15 წლის განმავლობაში იწერებოდა, სხვადასხვა ტემპით იწერებოდა, ხან წელიწადში 2 ლექსი, ხან კვირაში 3 ლექსი, არ ვიცი, როგორც მეწერებოდა, ისე იწერებოდა და ფაქტია, რომ დაახლოებით 17-18 წლის წინ ჩარგალში ყოფნისას თითქოს სადღაც შორს დავინახე მთაზე მიმავალი ვიღაცა ესეთი მსხვილი ნაწნავიანი ქალი და გავაიგივე ხვარამზესთან. ცოტა ხნის მერე დავაფუძნეთ ხვარამზეობა, ასეთი ზეიმი არტანში. მეორე წელს უკვე ხვარამზეობას მივამატეთ პოეტ ქალთა ერთი ლექსის კონკურსი ხვარამზეს პრემიის მოსაპოვებლად და აი თითქმის ყველა წელიწადს პატარა ჩავარდნა გვქონდა პანდემიის წლებში და თითქმის ყველა წელიწადს იმართება ეს ასეთი კონკურსი. ეს არის არაჩვეულებრივი ავტორის მარიამ ხუცურაულის ახალი წიგნი. ეს არ არის მარტო მარიამის სიხარული. ეს არის მისი ოცნების ასრულება და ეს არის ჩვენი სიხარული, იმიტომ რომ მარიამ ხუცურაული წლებია ემსახურება ხვარამზეს სახელს, ემსახურება მის შემოქმედებას და ხვარამზე ვინ იყო იცის ყველამ, ვისაც პოეზია უყვარს, იმიტომ რომ ეს არის ქალი, რომელმაც წერა-კითხვაც კი არ იცოდა, მაგრამ პოეზიას ის ზალა აქვს.
რომელსაც შეუძლია რომ საუკუნეებს შემორჩეს. აი ესეთ ქალის სახელს და შემოქმედებას ემსახურება მარიამი უკვე წლებია. და ეს არის წიგნი რომელიც სიხარულს მოუტანს არა მარტო ავტორს, არამედ ყველა მკითხველს. კრებული, რომელიც ფშაվել პოეტ ქალს ხვარამზეს ეძღვნება, გამომცემლობა საარის რედაქტორობით გამოიცა. წიგნში თავმოყრილია როგორც ლექსები, ისე პროზაული ტექსტები, რომლებიც ავტორის მრავალწლიანი ფიქრისა და შემოქმედებითი მუშაობის შედეგია. გამორჩეული წიგნი არის თავისი შინაარსით. წიგნი ქალზე, რომელმაც ჩვენი ქართული ფოლკლორის, ქართული კულტურის და ქართული პოეზიის მარგალიტები შეგვიქმნა და რომლის შესახებაც თან ვიცით, რომ არსებობდა, თან არც არაფერი ვიცით სიმართლე რო ვთქვა. თუმცა მის შემოქმედებაზე კვლევები ვახტანგ ყოტეტიშვილიდან დაწყებული და ვის არ ქონია, მაგრამ მარიამის წიგნი განსაკუთრებულია იმით, რომ ეს არის თვითონ პოეტ მარიამ ხუცურაულის მიერ დანახული, აი სადღაც მიღმიერში დანახული ცხოვრება ამ ქალის, მისი არსებობა, მისი ვნებები, ფიქრები, მისი წუხილი თუ სიხარული ამ წიგნში თან თხრობაა ხვარამზეზე და თან არის ლექსები მიძღვნილი აი სხვადასხვა პოზიციიდან. თავად ავტორი მარიამ ხუცურაული კრებულს წიგნ საჩუქარს უწოდებს. მისი თქმით, ახალი გამოცემით მკითხველი ფშაველი პოეტი ქალის სამყაროს სულ სხვა თვალით დაინახავს. ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. კახა მიქიაშვილი და ელისაბედ აბულაძე უძღვებოდით დღევანდელ გადაცემას. მადლობა ყურადღებისთვის. ბედნიერ დღეს გისურვებთ. გელოდებით კვლავ ყველა ერთგანებთან ხვალ დილიდან.